კომუნიკაციის საკითხსა და ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის გზებზე თბილისიდან და ვაშინგტონიდან გზავნილები კვლავ განსხვავებულია. 28 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე უარი თქვა. დიპლომატიური უწყების თანახმად სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თხოვნით გასამართ შეხვედრაზე ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს უნდა მოესმინა თბილისისადმი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი. ამერიკის საელჩოს რამდენიმე საელჩი წერილით უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა. დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადება მმართველი პარტიის დამფუძნებლისთვის გაუგებარი აღმოჩნდა. დაბლოკილი თანხები, ეგრეთ წოდებული პირადი შანტაჟი, არაფორმალური სანქციები. თავის წერილში ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერმინები რამდენჯერმე ახსენა. ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ გავმარტე და ის კვლავაც უცვლელია. გავიხსენებ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ ობრაიენსაც უთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით ვთქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვუმარტე. წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული ამერიკულმა მხარემ დამიწესა ჯერ არაფორმალური და შემდეგ ფორმალური სანქციები. ჩემს მიმართ არაფორმალური სანქციები ძალზე უხეში ფორმით მოქმედებს. მაგალითად, შვეიცარიული ბანკი იულიუს ბერი ჩემს მიერ სასამართლოს გზით მოგებულ თანხას, რომელიც არავითარ ფორმალურ სანქციას არ ექვემდებარება, სრულიად თავხედურად არ მიბრუნებს, რაშიც ამერიკელი ადვოკატებიც არიან ჩართული. ქართული ოცნების დამფუძნებლის თქმით, ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად მან ამერიკულ მხარეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაც შესთავაზა. მიზეზით, რომ ის არც ფორმალური და არც არაფორმალური სანქციების ქვეშ არ არის. და როგორც წერილში ვკითხულობთ, მას პირად შანტაჟთან დაკავშირებული კომპლექსიც ვერ იქნებოდა. როგორც ივანიშვილი ამბობს, ამ შეთავაზებაზე მას უარით უპასუხეს. იმდენად ვარ დაინტერესებული ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვით, ამერიკულ მხარეს ისიც კი ვაცნობე, რომ მზად ვიყავი დაბლოკილი თანხა არა პირადი მიზნებით, არამედ მათ მიერ ნაკარნახევი ნებისმიერი დანიშნულებით ამეხარჯა. რამე თუ ფული არც მანამდე და არც ახლა არ არის ჩემი ინტერესი. კაფეოდ განვმარტე, რომ დაბლოკილი თანხა მიქმნის ერთი მხრივ კომპლექსს, მეორე მხრივ კი განცდას, რომ შანტაჟის ქვეშ რაიმე გადაწყვეტილება არ მივიღო. თუმცა ამაზე არავითარი პასუხი არ მიმიღია. შესაბამისად, ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას არა ჩემი თანხა, არამედ მხოლოდ ამ თანხით შანტაჟი აინტერესებდა. ბიძინა ივანიშვილის მსგავსად ამერიკის საელჩოს განცხადების მიზანს გაურკვეველს უწოდებენ ქართული ოცნების წევრებიც. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, თუ კი ვაშინგტონს თბილისთან კომუნიკაცია სურს, ამისთვის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები და თანამდებობის პირები არსებობენ. როგორც საუბრობენ რამდენიმე დღის წინანდელ ამბავი, მაინც და მაინც პრეზიდენტის ტრამპის უშუალო მილოცვის შემდეგ მეორე დღეს ასე ვთქვათ, ამას გამოეხმაურენ, უბრალოდ ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ქონდა ამ განცხადებას, ცოტა რთულია. თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სურს რაიმე გზავნილის გადაცემა საქართველოს სახელმწიფოსთვის, არის საგარეო საქმეთა მინისტრი, არის პრემიერ-მინისტრი და არავის შეუზღუდია, რომ შეხვდეს მას და არ შეუთავაზებია როგორც ხდება. მმართველი პარტიის ოპონენტები აფასებენ როგორც ამერიკის საელჩოს განცხადებას, ისე დიპლომატიური უწყებისთვის ქართული ოცნების დამფუძნებლის მიერ გაცემულ პასუხს. ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე მეტად პირად ფინანსურ კეთილდღეობას უფრთხილდება. მათივე განცხადებით, ამერიკულმა მხარემ მორიგ ჯერზე მკაფიოდ დაასახელა ის წინაპირობები, რაც ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენა და აუცილებელი. ცხადია ერთი რამ, რომ ივანიშვილს აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ მისი ფინანსები, მისი ფინანსების დაბრუნების შესაძლებლობა და ამისთვის ის წირავს და იყენებს საქართველოს ეროვნულ და სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ეს გამოხატულია ყველა ტიპის კომუნიკაციაში, მათ შორის მცდელობაში, რომ არ შეხვდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და არ აიღოს პასუხისმგებლობა იმ დანაშაულებრივ პოლიტიკაზე, იმ დანაშაულებრივ მართვაზე, რასაც ივანიშვილი მისი ქართული ოცნების გავლით აკეთებს. ამერიკის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ არანაირი გადაწვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, მანამ სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომელსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო და როგორც ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატები და რაც მთავარია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობების აღსადგენად ქართული ოცნება ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად ეგრეთ წოდებული Deep State-ის დამარცხებას ასახელებს და აცხადებს, რომ ამ მხრივ დონალდ ტრამპთან სრული იდეოლოგიური თანხმედრა არსებობს.
ამის მიუხედავად პარტიის ლიდერები საქართველოსადმი ვაშინგტონის პოლიტიკას უსამართლოდ აფასებენ. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა კი უკვე მე-7 თვეა. გაწყვეტილი რჩება, რითიც საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი, მათ შორის სამხედრო დახმარება, განუსაზღვრელი ვადით არის შეჩერებული.